შემდეგი თავი შეეხება ზოგად მიმოხილვას Gmail-ისთვის. Როგორც ხედავთ, Gmail-ის ფანჯარა შედგება მენიუებისაგან, ანუ მეილი, კალენდარი, ვები, დოკუმენტი, საიტი და ასე შემდეგ. ამის გარდა არის მის ბოლოში username-ი თქვენი ჩაწერილი, ანუ და მეილის მისამართი, setting-ები, help-ი და sign out-ი. გირჩევთ ყოველთვის მეილთან მუშაობის დროს დაახმაუროთ მუშაობა sign out-ით, იმიტომ რომ შესაძლებელია დარჩეს თქვენი პაროლი და username-ი გააქტიურებულ რეჟიმში და თუ სხვა ვინმე გახსნის ამავე კომპიუტერიდან. Gmail შესაბამისად შეიძლება შევიდეს თქვენს username-ში, ამიტომ ყოველთვის გავუკეთეთ ბრძანება sign out. აქვე გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ლოგო, search-ის ფანჯარა, სადაც შეგიძლია ჩაწეროთ და რაიმე მოვძებნოთ და გახლავთ search-ი ვებისათვის და ასევე გახლავთ search-ის პარამეტრები და ფილტრების შექმნა. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ეკრანის მარცხენა მხარეს გამოყოფილი არის ნაწილი, სადაც მოთავსებულია ეგრეთ წოდებული ფოლდერები გახლავთ სტანდარტული inbox-ი, sent-ი, draft-ი და დანარჩენები გახლავთ ჩემს მიერ შექმნილი, მათ შორის priority inbox-იც, რომელშიც ეხლა ვიმყოფებით, გახლავთ სწორედ ის, რაც წინა თავში ვისაუბრეთ. ამის გარდა გახლავთ კონტაქტები, task-ები, ანუ ამოცანები, არის ასევე chat-ი და ცენტრალური ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია თვითონ წერილების ჩამონათვალი, თავიანთი გამომგზავნების attachment-ებით და თარიღის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დავაჭიროთ და მოვნიშნოთ ბრძანებები, უბრალოდ მოვნიშნოთ მეილები და შემდეგ შევასრულოთ სხვადასხვა ბრძანებები. დაარქივება, spam-ად გაგზავნა, წაშლა, მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭება, move to და გადატანა რომელიმე ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდერში, რომელიც მე შევქმენი, ანუ კიდევ ერთხელ გაგიხსნით შემდგომში, ანუ labels ნიშნავს სწორედ ეს საქაღალდეები, აქედან გამოიძახებთ ამ რომელიმე labels. ასევე არის more actions, სადაც გახლავთ რომ მონიშნული წერილები გახდნენ წაკითხულები, წაუკითხავები, დაემატოს როგორც ამოცანებს, მოინიშნოს როგორც ვარსკვლავი, ანუ ასევე მნიშვნელოვანს გულისხმობს, მოიხსნას ვარსკვლავი, ახალი ღონისძიება გაკეთდეს მასთან დაკავშირებით, ფილტრი მოხდეს იმ პარამეტრებით, რა პარამეტრებიც არის მონიშნული, ანუ რომელი წერილებიც არის მონიშნული და mute, ანუ განულება და რაც შეეხება refresh ბრძანებას, ამ ბრძანებით უბრალოდ ხდება ხელახალი ჩატვირთვა ამ გვერდის. ამ ნაწილში წარმოდგენილია სარეკლამო ნაწილი, სადაც მოთავსებულია სხვადასხვა რეკლამები, ანუ news-ები, უფრო სწორად რო ვთქვათ. all ნიშნავს, რომ მოინიშნოს ყველა წერილი, none ნიშნავს, რომ არც ერთი, მოინიშნოს მხოლოდ წაკითხულები, მოინიშნოს მხოლოდ წაუკითხველები, მოინიშნოს მხოლოდ ვარსკვლავიანები და მოინიშნოს ყველა ვარსკვლავიანების გარეშე, ანუ რომელსაც ვარსკვლავი არ აქვს. none და ამ შემთხვევაში მონიშნული არც ერთი არ არის. ზოგადი მიმოხილვა ამით დასრულებულია, შემდეგ თავში განვიხილავ უკვე უშუალოდ compose mails.